მეგობრებო, დავიწყოთ ბიუროს ხდომა. ბატონმა შალვამ თხოვა ჩატარება და იმედია ყურადღებას არ მომაკლებთ. საქართველოს კაროლის პროექტი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კაროში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით დავიწყებთ მსჯელობას. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აკვეთის მიზნის საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ მრავალმხრივი კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მიერ წარსადგენი განახლებული დათქმებისა და შეტყობინებების რატიფიცირება უნდა მოვახდინოთ. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს განვიხილავთ საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აკვეთის შესახებ. მიმდინარე ეს არის 2007 წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმების ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმის რატიფიცირებაა მხედველობაში. ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც გვაქვს, ეს არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ წამყვანი კომიტეტი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და სავალდებულო კომიტეტი რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი. და დაჩქარებული წესით თითქოს ინიციატორი განხილვას და ვთხოვთ მხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას. საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აკვეთის შესახებ 2012 წლის 28 სექტემბერს ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ ჩვენ ინიციატორია საქართველოს მთავრობა, კერძოდ ფინანსთა სამინისტრო, წამყვანი კომიტეტი შესაბამისად იქნება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო კომიტეტები, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. საორგანიზაციო საკითხები ეს ამას რამოდენიმე კენჭი უნდა უყაროთ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატიონ თამიშვილის მომართვა გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში UPR-ზე ლაპარაკი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტის განხილვისა და გადავდოთ 30 დღით და აქაც წინადადებას გაძლევთ რომ მხარი დაუჭიროთ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოგმართავს, რათა საქართველოს პროკურატურის 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში განვიხილოთ 6 თვის შემდეგ. მოგეხსენებათ, რატომაც არის ეს მომართვა და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ახალია შემადგენლობა და საკურველია იქნება უფრო საგნობრივი 6 თვის შემდეგ ამის განხილვა. რეგისტრაციაში ტარდება კენჭისყრით შემდეგი საკითხები. რეგისტრაციისათვის წარმოდგენილია უმრავლესობის საპარლამენტო უმრავლესობის განახლებული სია მოგეხსენებათ და ამასაც კენჭისყრით გავატაროთ რეგისტრაციაში. და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ, თუმცა ეს კენჭისყრაც ფორმალური იყო, ვინაიდან გასაგებია რომ უმრავლესობა შედგა. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიაც ასევე ხელისაწევით დავადასტურა და ცნობად მივიღოთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის მომართვა ზურაბ ქადაგიძის პოლიტიკურ ჯგუფში ხალხის ძალაში გაწევრიანების შესახებ. ცნობად მივიღოთ ასევე ზურაბ ქადაგიძის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ გასაგებია რომ ხალხის ძალა მოგმართავს
და ფრაქცია საქართველოსთვის პარლამენტის კომიტეტებში და დროებით კომისიებში ფრაქციის წევრების წარდგენის შესახებ გვაქვს მომართვა. ამასაც შენობათ ვიღებთ. მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მემართულებები 2026-29 წლებისათვის ეს დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები გადაეცეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. საპარლამენტო სუბიექტებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელმწიფოს აუდიტის სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა განხილვის განრიგთან ერთად გადაეცეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს წამყვანი კომიტეტები და სხვა კომიტეტებს. ეს არის საქართველოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში წარმოდგენილია 25 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა ყველას გადმოგეცემათ და განხილვის განრიგი და დასამტკიცებელი გვაქვს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ხაზინათა და საბჭოს გადაწყვეტილების ოქმი და ამაზეც თხოვთ თქვენ მხარდაჭერას. დიდი მადლობა, ამით ბიუროს ხდომა დამთავრებულია. შევხვდებით მომავალ კვირას ხდომაზე. ბიუროზე და შემდეგ ხდომაზე.